ადამიანისგან მსმენია, რომ აი სავარაუდოდ კარმული ურთიერთობა მქონდა დაუშვათ, ხო? აი კონსულტაციაზეც რო განვიხილოთ ხოლმე ამ საკითხს, ხო? ჯერ უნდა გავიგოთ რა არის კარმა, ხო? კარმა ნიშნავს ვალს, აი რომ გადმოვთარგმნოთ, ვალს ნიშნავს, ხო? ვალი ვალდებულება, ხო? ანუ რეალურად ითვლება, რომ დედამიწაზე რეინკარნაციამდე ჩვენ ყველა ვაწერთ ერთგვარ კონტრაქტს ხელს და ვირჩევთ ვისთან გვექნება ცხოვრების განმავლობაში კონტაქტი და კომუნიკაცია. გარკვეული თუნდაც სასიყვარულო რომანტიკული ურთიერთობები, ხო, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წინასწარ გაწერილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კარმული, მაგრამ კარმული ურთიერთობა ყოველთვის არ არის ცუდი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კარმული ურთიერთობა ჩვენში აღვიძებს აი იმ ჩრდილოვან და დასამუშავებელ მხარეებს, რაც გვჭირდება რომ დავამუშაოთ, ხო? ანუ ხშირად კარმულ ურთიერთობაზე ამბობენ ხოლმე, რომ ტოქსიკურია, მაგრამ აი ზუსტად აი ტოქსიკურ ურთიერთობაში ხდება ადამიანის სულიერი გამოღვიძება და ზრდა თუ ადამიანის სწორედ მიიღებს აი ამ ურთიერთობის გაკვეთილს.